ჩვენ რამდენჯერ ვახსენეთ აქ რა ხდება, როგორ ხდება და მე ერთ ესეთ ამბავს გავიხსენებ 2013-ში შეიძლება ყოველ შემთხვევაში ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხდება წეროვანში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი, რამაც იდეაში ძალიან გამახარა და დაგუპატიჟეს ამ გახსნაზე და მაშინ ასე ვთქვათ მქონდა პირველი იმედგაცრუება, ასე ვთქვათ, სადაც დავინახე როგორ 13 იყო, შეიძლება 14 იყო, არ მახსოვს, ანუ ყოველ შემთხვევაში ეს ხელისუფლება იყო უკვე მოსული, მაგრამ ახალმოსული იყო. და რამ გამოიწვია იმედგაცრუება? მაშინ დავინახე როგორ ეცდებოდა გამოიყენებინა ჯარი პარტიული ნიშნით. ანუ აქ უნდა გავამიჯნოთ, ხო, ხა პოლიტიკაში ჯარი არ ერევა ცოტა ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ პოლიტიკა, ყველაფერი პოლიტიკაა, ჯარისკაც რაც ვიარას ჭამს, რა იარაღი უჭირავს, რა მისიებში მიდის, როგორ ცხოვრობს, ეს ყველაფერი პოლიტიკაა. პარტიული ცხოვრებისგან ნამდვილად გამიჯნული უნდა იყოს, რა და რას გულისხმობ, იცი რომ ის ცენტრი, სადაც იხსნებოდა წეროვანში, წინა ხელისუფლების დროს იყო საპრეზიდენტო რეზიდენცია, ასე ვთქვა და მთელი აქცენტი აი ამ პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან კეთდებოდა ამაზე, რომ აი ჩვენ იქ ისინი იყენებდნენ და ჩვენ ჯარს მივეცით და აქვე სასიამოვნო რაც იყო ის რომ შტაბის წარმომადგენლები იყო, ანუ სამხედროები ყოველ ცდილობდნენ რომ აი ამისგან თავი აერიდებინათ და ელაპარაკათ რა მნიშვნელობის იყო ეს სარეაბილიტაციო პოლიტიკა ჯარის. პოლიტიკა არ არის, ეგ არის პარტია, პარტიული პოლიტიკა სხვა რამეა. პოლიტიკა ანუ ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური და მან კიდე ის ხაზგასმა მინდა რა არის მნიშვნელოვანი. კითხვების დასმა დავიწყე რომ რა მაგარია და იქ რაც შენი საქმეა. ხო, რა ანუ ეს მარტო მექანიკური დაზიანებების რეაბილიტაცია იქნება თუ ფსიქოლოგიური დახმარებაც იქნება, შენ რა ინტრიგნულ კითხვებს ვამ რა. გეგონება ეხა ანუ ზუსტად ჯარისკაცების საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე და ინტერესებიდან გამომდინარე სვამდი ამ კითხვას რომ ამ ხალხს ეხა ეს სჭირდება, ჩვეულებრივი ამბავია რა და მაგის მერე არც ერთი ნიუსი აღარ შემხვედრია მაგ სარეაბილიტაციო ცენტრში, საერთოდ რა მეხდება თორე შენ ხვალიცი ანუ რა ხდება, როგორ ხდება, რას ანუ მართლა ეხა შენ თუ იცი შენ მაინც მითხარი, მარტო მექანიკურ დაზიანებებს ეხება თუ ფსიქოლოგიურ ტრავმებსაც ეხება რეაბილიტაცია. ჯერ პირველ რიგში ესე ძალიან სულად არის ესე ვთქვათ სახელი შერჩეული დარქმეულიც. წეროვანის სარეაბილიტაციო წეროვანი ხა როგორც გორში რადგან იყო აკადემია გორის აკადემია ერქვა, ეგრე არ არის. ანუ ძალიან კარგი სახელი ქვია სწორად შერჩეული და მადლობა იმ ადამიანს ვინც ეს სახელი შეარჩია, დაუკავშირა, არის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი. რაც პირდაპირ მასია. ხო, მასია მარო მაყაშვილი, ანუ ადამიანი რომელიც ეხმარებოდა გვერდში ედგა და დაჭილებს პატრონობდა სტუდენტი გოგო თბილისელი. ამ შემთხვევაში სახელზე რო ვთქვათ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ვთქვათ სიმართლე გითხრა სამწუხაროდ არ ვიცი რომ მე ვერ ნახე, მაგრამ არ მოიძიება გვერდი სპეციალური სადაც დავუშვათ მისიის სტრუქტურა ჩანს და რას ემსახურება, არის თავად სამინისტროზე ინფოები უბრალოდ ინფორმაცია თუ როდის 2018-ში მე გავხსენი ესე რომ ვთქვათ. ანუ შეიძლება მაშინ რაღაცა უბრალოდ გადაცემა მოხდა და მე არა, მაშინ მოხდა დამატებითი მშენებლობების და უშუალოდ ეს ჩამოყალიბება როგორც ცენტრად. მანამდე შეიძლება რაღაც კონკრეტული ადგილი არსებული წმინდა წლის პიარული ამბავი იმას ჩამოართვეს, ამას გადაცეს, ან სახელმწიფოს ერთი უწყების ბალანსიდან ჩამოეწერა, ალბათ პრეზიდენტის ბალანსიდან ჩამოეწერა და თავდაცვის ბალანსი გადავიდა მაგაზე და შენ იცი და ინფორმაცია არა, მე ალბათ განვითარდა და ჩამოყალიბდა, რაზეც უკვე შენ ყოფილი. მე მახსოვს რომ მე როგორც არის წარმოდგენმა გავხსენი და იყო პრეზიდენტი არა, მინისტრი თავის მინისტრი. პრეზიდენტ მარგულაშვილი იყო უკვე, მე როცა ამბავს ყვები, ანუ ეს არის 13-ის მერე ყველა ვარიანტი. არა, მე 18-ს გამოვიდა, ზუსტად მახსოვს 18-ში ვიყავით. წეროვანში თავის მინისტრი იყო და ამერიკის ელჩი და სამხედრო და წარმომადგენლობა იყო საკმაოდ ისეთი მაღალი წარმომადგენლობა და მაშინ მოხდა კაფსულის რაღაც შენობები დაემატა და დაიწყო მშენებლობა. შემდეგ უკვე წლების განმავლობაში უკვე განვითარდა. გამომდინარე იქიდან რომ მე დაჭრილი ვარ და პირდაპირ შევდივარ ამ პროგრამაში, ესე რომ ვთქვათ, მქონდა მოწვევა რომ წავსულიყავი ჩემი ოჯახ წევრებთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრში დავინტერესდი სხვათა შორის ძალიან მესიამოვნა ეს ფაქტი და მქონდა საშუალება ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად წავსულიყავი სარეაბილიტაციო ანუ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში და დავინტერესდი რა თქმა უნდა ხა თუ რა თქმა უნდა კარგი იყო ცოლ-შვილთან ოჯახთან ერთად წავსულიყავი მაგრამ მაინტერესებდა თან რა მელოდა ხო რა იქნებოდა და
ნუ იმ მომენტში ინფორმაციაც მოვიპოვე, ეს არის რაღაც კონკრეტული პროგრამები არსებობდა, რაც თეორიული კლასის მხრივ რაღაც ახსნები იყო, თუ რა შეიძლება ყოფილიყო აშლილობა და ამ შემდეგ და როცა ვიკითხე, რომ აი დავშვა ბავშვი, კაი გავიკე მე და ჩემი მეუღლე გავიცოთ ამ ყველაფერს, ბავშვი შეუძლია რაღაც სასტუმროს ვარიანტი იქნება. იქ გაერთობა, სასეირნო ადგილები არის. რაღაც ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ეს ყველაფერი. თან რო გითხრა, რომ მე ჭირდებოდა იმ მომენტში, ან რაღაც როგორ არის, იცით, აი როგორ გითხრა, ცოტა ისინი შემოიტანა ჩემში ემოციები, აი მე რადგან მე რატო დამიძახეს, ანუ რამე ნიშნები ხო არ მაქვს და ვინმე ხო არ აღმოაჩინა, თან ხო არ მაგით ხო არ დამიძახეს. მეორე იყო რომ ალბათ ყველას ეძახიან, ანუ ცოტა დავიბენი ესე რომ ვთქვათ, მოულოდნელი იყო, ან მოსამზადებელი წინა შესამზადებელი პერიოდი საერთოდ რას ნიშნავდა ეს სარეგულატორო ცენტრი არ მქონდა ინფორმაცია. მე უკვე რო ჩავეძიე, ხა უკვე როცა დავინტერესდი, ანუ პირდაპირ განმარტებაში წერია მოკლე ინფორმაცია, რომ აი დავუშვათ სარეგულატორო ცენტრი ემსახურება დაჭირდა სასახლებულ სამხედრო მოსახურებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ანუ ჩემთვის სიმართლე გითხრათ თუ ცდები კარგია, მაგრამ არსება რომ დავინტერესდე, ხო როგორც შენ რო დაინტერესდა, არ ვიცი რამდენად მოიძიე, მე დავინტერესდა, მოვიძიე და მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიე, რომ აი რა ხდება. არსებული ხო ვიღაცა მოვიდა, ვიღაცა იყო, ვიღაცამ გახსნა რაღაცა აი მარტო აი სამხედრო დაჭირდა დასახჭებული სამხედრო მოსამსახურეები ემზადებიან ფრენბურთისთვის, აღსტომიარი ფრენბურთისთვის რაღაც სროლისთვის. მაგრამ ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია. არ ვიცი ვინ როგორ და რას იყენებს, მაგრამ ვფიქრობ, ბოდიში გაგაწყობინე. შესაძლოა სწორედ აი დაჭრილი ჯარისკაცების ინტერესებიდან გამომდინარე არც ნიუსდებოდეს იქ რა ხდება და როგორ გადის ადამიანი რეაბილიტაციას და ეს გარეშე პირისთვის არ იყოს, იმიტომ რომ ეს მათი ჯანმრთელობის საიდუმლოებაა და შეიძლება რომ ეს ასეც იყოს და არ მიაწოდონ სხვებს ინფორმაცია, მაგრამ უწყების შიგნით ადამიანებს ვისაც პოტენციურად შეიძლება ეს ჭირდებოდეს, ან ეხლა ვეტერანია არ არის მოქმედი, მაგრამ პოტენციურად ზუსტად მაგაზია, ხო, ვინც ვეტერანია პოტენციურად მათ ყველაზე მეტად შეიძლება ეს შეეხოს. მათთანამდე ეს ინფორმაცია უნდა იყოს მისული, რომ რა შესაძლებლობაა ეს მათთვის, იმიტომ რომ ანუ ძალიან ხა მე ერთი მაგალითი მოვყევი, ერთი შენ მოვყევი რაღაცა, მაგრამ აი ესეთი ბევრი ხსმენია, რაზეც ახლა არ ვლაპარაკობ, ხო, გიათა ყოველას ხსმენია რაღაცები და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ არ ვიცით ბოლოში როგორ გავიდა ეს ამბავი, არ გვინდა რაღაცა ჭოროებას დაემსგავსოს, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტია და საქართველოს რო თავი დავანებოთ, სოფლიო πρაქტიკა არის, რომ ზუსტად ვეტერანებს შეიძლება ეს ჭირდებოდეთ და კარგი მე სამოქალაქომ შეიძლება არ ვიცოდე იქ რა ხდება და რა არის, მაგრამ შენ უნდა გქონდეს ამაზე ინფორმაცია.